გარნეული ოჰონესი თუ ვინმეს უნდა რომ შეისწავლოს კოცები რატო არიან ეს 13 წელი, მე მგონი უმცირესობებიდან უნდა დაიწყოს. უფრო ჩანს ეს ყველაფერი სხვადასხვა რეგიონებში ერთგან ერთს ნახავ, მეორესგან მეორეს, მაგრამ ქვემო ქართლში აზერბაიჯანელებს უმცირესობებში დაინახავ ყველა მაგათი ბინძურ სახის. გაგაცნობთ მამული ენას აწმუნოთ 51 ხმა. შედეგებითაც ისეა. თუ უმცირესობებში ოპოზიცია კარგ ხმას იღებს, ესე იგი სერიოზულად უმუშავია. ნაცების გარდა. ნაცები თვითონაც აიღებენ მის შესამბავის გამო. Рабочий газетен შოღალერლა. თუ რომელიმე ოპოზიცია პარტია რაღაცა 50%-ს იღებს, ესე იგი მუშაობს, მაგედო ლელოს შრომა სვაფასებ 4% აიღო. აქციებზე ახლა ძალიან ბევრი არ დავდივართ, ცოტა დავდივართ, თუმცა ბოლო წლებში იმატებს ეს რაოდენობა. აბა სად არის? ეს არ არის. ძალიან ხუთი შენებას უამრავი ხალხია და ნახავ გადარჩენა ნახავ. ადრე თუ რა 2-3 კაცი დადიოდა ალაგ-ალაგ ხედავ იმ სტუდენტებს, აი ეს საფალიევი და უშუალოდ იყო ტაქსის მძღოლი, დღისით სხვა გამუშავდა და საღამოს ტაქსისტობდა, ასევე ცოლს რო ვეკითხები, ანუ იმ დღეს რა არც კი ვიცოდი, ალბათ ცოლს ეგონა რომ იქ მუშაობდა, ის კაც კიდე მანქანას აჩერებდა და აქ აქციებში იღებდა მონაწილეობას. აგერ იმას ხელისუფლებას უნდა ალბათ რომ ეს დააშინოს ეს აზერბაიჯანელი თემი და მაგიტომაც მგონია რომ მაგნიშნით არის ისაფი ციხეში სისხლის სამართლის საქმე. მაგ პერიოდში ჩემი მეგობარიც დააკავეს, კარიმოვი ელვინ და რაღაცნაირად მგონია რომ ისაფს თუ არ დააკავებდნენ, ელვინს წარადგენდნენ ეს სამართლის საქმეს. ელვინი ადმინისტრაციის მიერ გამოუშვეს. Times we left him some heroes. ძალიან კარგი ხალხი ხართ, მშრომელი ხალხი ხართ, მაგიტომ ეზიზღება ეს. შრომობ, აწარმოებ, გადასახადებს იხდი, ნაწილს დიდი ბიზნესები აქვს, კარგი იმას ბრუნვა აქვს, ეს ცხვარი რო გადის საზღვარგარეთ, კარგი იმას იხდიან, გადასახადებს იხდიან. და ისა ხარ, მორჩილი ხარ, აქციაზე ნაკლებად გადიხარ. Tagan salam. Ნეპერსან არჩევნების დროსაც ძალიან მარტივი და თუ რამე გჭირდება, თუ რამე კონფლიქტია აზერბაიჯანი ჩამოვა დაალაგებს,
არ შეწუხდები, მიდი რა გინდა აი. აჰა. მიახშო. აი იდეალური მოქალაქე ვართ მათი თვალსაზრისიდან. Opozisiya ar xazı. Ha? Əli. Bizə endirməlisiniz marketə gəlsək. Supermarket yakıb mamamista. Mətirəm pastaqleba გამიგეთეთ. არ ვიციო. ფიქრობს. მაგდამაც აწყობს ერთ დაპირისპირებები, თუნდაც ეს ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები, რომ არც ჩვენ არ გვაქვს განცდა რომ რაღაცა საერთოს ნაწილი ვართ, არც დანარჩენი საქართველოს ხო გიშდება ჩვენზე იგი არც მაგათაც არ აქვს განცდა რომ ამ საქართველოს ნაწილი ვართ, ესე შორს ერთმანეთისგან შორს ჩაი და მარნეული და ფახლავა, ნოვრუზი, всё. Kim gələsdi? Vaso kimdir? Gürcarsın o? Hökumətin. Hə. Vaso buradakı deputat. Bildim. Yox. Siz gələsdi saat verdi. Hə, yox. Bizim ondan xalqla görüşməyə gəlir. Əhməd. შრომელი ხალხია, მოდი ეს მუშადეგენ დავასაკო. და სხვათა შორის მუშები ვარ ჩვენ ყველგან აი მაღაზიებში მუშები ჩვენი სტუდენტები არიან სამშენებლო მუშები აი მაკრო და დიდი კომპანიები რო არიან არქი მანდაც მუშები ჩვენ ვართ ფერმაშიც ჩვენ ვართ ნუ მოკლედ სადაც შავი საქმეა მანდ ჩვენ ვართ თაზო ვარ Yormug'anlıdan var. Tesevşi çavabare, Mixaro da çabareba. Ya bu ben arvar senistleba, maşin, tekstilleri, şestoneriz, başlıklı, da dastoreriz kızeriz. Evet, bir momza da bu. ხო, ეგ სულ მქონდა რომ უნდა ჩავაბარო და სულ ვათენებდი, სულ დასტრესილი, სულ ისე დავდიოდი. ხედავდი რა ჩემ თავს ამ ჟურნალისტიკაში. ანუ ქართულ ჟურნალისტიკაში არა და ყველა მეუბნებოდა რომ სად დასაქმდები შენ. მაშინ იყო ერთადერთი საზმაო, სადაც აზერბაიჯანმა 10 წუთიანის გადიოდა და სხვა არც აზერბაიჯანული მედია არ არის, არაფერი. შენ ახლა ქართველები არ დაგასაქმებენ, მასე მეუბნებოდნენ. ნუ არანაირი შანსი არ მქონდა რეალურად. მე კიდევ იმ სიმეცები რამე გამოჩნდება. ის იყო და მართლა გამოჩნდა. მე მეორე მესამე კურსზე გავიგე რომ ჩემ სოფელში ხსნიან იმას, სათემო რადიოს. ნუ ეგრევე მე დამიკავშირნა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთადერთი ჟურნალისტიკის სტუდენტი ვიყავი. Yani heç nədən çəkinməyərək tam özlərindən əmin şəkildə. ეგეც ის იყო სოფელში პირველი მედია ვართ, ზოგადად აზერბაიჯანულ ენაში. მანამდე რადიო მარნეული კი იყო, მაგრამ ახლა ჩვენამდე არ მოდიოდა. ხო და ერთად პირველი ჟურნალისტი ვარ და ჩვენ ჩაკეტილი სოფელი ვართ იორმუღანლო, არ გვინდა რომ ჩვენი ამბები გარეთ გავიდეს, რაღაცა გონიათ რომ ამ ხალხის დამცირება მინდა გარეთ რო გადის ეგ ამბები ნაადრევი ქორწინების მოტაცების ამბები. Seçkiyə gəl, öz vətəninə, öz səsinə, öz gələcəyinə sahib çıx. მე ამბობენ დაგვრცინებენ ეს ქართველები, მართლაც დაგვრცინოთ. ზოგადად აი რაც ეხება ჩვენ დღესასწაულის კარდა. საზმაო მაგიდო მუშაობს მხოლოდ დღესასწაულებზე. დღესასწაულის გარდა ეს მოსწონს ეს რომანტიკა, ეს ფლოვი, ჩაი, გიჟდებიან აი ყველა ჟურნალისტს აქვს გადაღებული ჩაი რა. მირეკავენ ჟურნალისტები. ისაო, კარგი ოჯახის გადაღება გვინდა დღეს, თან დღეს იმ დღეს მირეკავენ რა, მანამდე ეხლა გახსოვს, უინო უღრისი ყოფილა, ოი, თოზოს გადა. სამი რას დავრეკოთ. ერთი ოჯახი გადაგვეღინენ რა. ამით აი რას მივაღწევთ? ვერ მივაღწევთ ხო ფაქტია. იქ რა ხდება, როგორი დანჭება ის ხალი, რაღაცა საბაზისო სერვისებზე არ აქვს ხელი საწდომობა, ის ბავშვი რაღაცა სკოლაში ვერ დადის.
მაგას თუ იღებ მოცემულებად რომ ესე ვართ, მაშინ სხვა დანარჩენ შედეგებზეც ოკეი უნდა, არ უნდა გაგიგვირდეს და არ უნდა გაბრაზდე, რომ რატო ხდება ეგეთი ამბავი. ეხლა ბაღი თუ არ მაქვს, ხო, ბაღები არ გვაქვს და სკოლაში წესიერი ისინი განათლება არ გვაქვს, რაღაცა საშუალოდ უფრო ასაკოვანი ხალხია ჩვენთან სკოლებში ვიდრე დანარჩენ საქართველოში, კომპეტენტურობა უფრო ნაკლები აქვს. მაგას თუ იგებ რომ ესეა, მაშინ სხვა დანარჩენზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ის ქუჩაში რო გამოვდი, არ უნდა თქვა, აუ რატო არ იცი ენა და რატო გეშლება და იმას ტს რატო კარგად ვერ ამბობ. მიიღე ეგ არის ანუ გაუმჯობესებაზე კაი ვიმუშაოთ, მაგრამ ესეც მიიღო რომ ესა და ეს ხალხი არსებობს, იარსებებს, უნდა იყვნენ. Salam, netersen? Necəsən? Hara gedirsən? Yaxşı. Məscidə. Allah qəbul eləsin. Allah qəbul eləsin. Ölkə içində bir duadan zaddan elə bir fətva. İmam Quliyevi არის შემიძლია თქვა რომ ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია. Aha. Mənim üçün fərq yoxdur. Koçlara 5 ları nədir? Onu belə ödəmək istəmirəm. Odur. O dəfə paxlavada otmuşam. Elə pis peşmanam ki. Niyə? საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თავის დროზე საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ოღონდ იყო ნაცებიდან. Qardaşda beləsi tipdən, ანუ არც კოცი, არც ის ნაცია. ერთადერთი რაც არის ჩვენ თემში, უпростоროდ იყო, ეს იყო მიშას სიყვარული. ანუ მიშამ მოიტანა ეს 1+4 პროგრამა, რითაც ჩვენ ვისწავლეთ, რაც ჩამვართ და რაც საუბრობთ, რაც არის დასაქმებული ხალხი, აგერ თვითონ ის მერი რო გახდა, ეგრეთ წოდებული დაურიც მაგ პროგრამით არის. რამე თუ არის კარგი, მიშას დროს არის დაწყებული ეს ანტიდისკრიმინაციული კანონიც და მიშა რო ჩამოდიოდა ხალხთან, აი ჩემი ძმებო, დებო, ეს მოსწონდათ ხალხს. მთელი საქართველო იცის, რომ ჩვენი მოსახლეობა ძირითადად არის დაკავებული ან ბიზნესით, ან სოფლის მეურნეობით. ფულს არ შოულობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. და აქედან გამომდინარე ამ ხალხს აშინებენ. აშინებენ როგორ? აშინებენ დაუშვათ სოფლის მეურნეობით ვინც არის დაკავებული, იმათ ამბობენ, რომ აი წყალს არ მოგცემ. და ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ მათ ხელშია. ამბობენ, რომ დაუშვათ ბიზნესი რო გაქვს, ჯარიმას დაკისრებ და ისინი უკვე რასაკეთებენ არ მიდიან არჩევნებზე და როცა არ მიდიან არჩევნებზე უკვე რა გამოდის ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს თავისი ხელით. იმამ გულიევს ვინც მხარს უჭერდა, ნაწილი იყო მიშის მხარდაჭერა, ნაწილი იყო იმამ გულიევის მხარდაჭერა. რა მოსწონს ხალხს, რა მოსწონს შაშან ოქთაისაც ამბობდნენ რომ კი კარგი ბიჭი ხარ, ოღონდ ჯობდა რომ ნაცებიდან წასულიყო. ანუ ეს ხო ნაციონალური მოძრაობა მათთვის არის სამართლიანობის რაღაც ბრძოლის სიმბოლო და იქაც თუ კარგ ტიპს ხედავენ ძალიან უხარიათ. შესაძლოა ახმედი იყო ესეთი ტიპი, რომ თან თვითონ იყო კარგი ბიჭი, თემში ესეთი, თან კარგ პარტიიდან იყო და პირობები ძალიან ისეთი იყო, რომ მოიგოს. ნუ მოიგო კიდევაც იმამ გულიევმა, მერე გაუქმეს, გააბათილეს შედეგები, თავიდან ჩაატარეს, ხალხი შეაშინეს და ააგავეს ცემეს, გააბათილეს და მერე თავიდან, რა თქმა უნდა, იგივე შედეგები ვერ დადო და ესეთი გამარჯვებული მანდატი წავიდა ხელიდან. 2016 წელი, სადაც მთელ საქართველოში ოპოზიციიდან მე ახმედი მამკულიევი ავიღე, ესე ვთქვათ, მათი ჩაწერილი პროცენტი, ესეც იყო 59.4%. ეს რეალური ხმები იყო, მიუხედავად იმისა, რაც გააყალბეს, რაც ყიზილაჯულიაში ესე რომ ვთქვათ, ტერორით დააშინეს ჩვენი მოსახლეობა, მაინც ჩვენ ავიღეთ ეს ხმები. მე თვითონაც საუბრობ დადოვა პარტია ისე, ზოგადად რო გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობას ჩვენ თემის მიმართ ძალიან კარგი პოლიტიკა აქვს, არ აქვს. არც ჩასვეს პროპორციულ სიაში, ჩასვეს სულეიმანოვი, რომელიც ენა არ იცოდა, სახელმწიფო ენა არ იცოდა და წლების განმავლობაში თუ 1-2 გამოვიდა სიტყვით, ეგეც აზერბაიჯანის ინტერესების დასაცავად გამოვიდა. ზოგადად ისეთია, ვინც ახლა პარლამენტში ზის, აზერბაიჯანთან შეთანხმებული ხალხია და თუ აზერბაიჯანს რამე შესჭირდება მაგათი გამოსვლა, აუცილებლად გამოვლენ.
ამ წელს უმრავლესობა ზუსტად იგივე აზრია, რომ არჩევნებში არ უნდა გამოვიდნენ. ხოთკომბეს უმრავლესობა უფრო აქციაზე ფიქრობს, ვიდრე არჩევნებზე. რავი, მე რასაც ხედავ, დაუშვათ მაგას ჭირდება რაოდენობა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს არჩევნებში და აქ ახლა მარნეულში ჩაღრა და ის უფრო მარტივია. ნახეთ, ახლა იფიქრეთ, რომ ამ წელს იღებს ქართული ოცნება 60-65% პარტიულად ხმებს, ანუ აწერს, ესე რომ ვთქვათ, აწერს ამ წელს და მომავალ წელს, როცა რიგგარეში არჩევნები იქნება, ხო მივიღებთ ყველა მონაწილეობა. ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ 5 თვის წინ ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, ისინი გააყალბებენ, ან ეცდებიან რომ გააყალბონ, თუ გამოვა, ხო? რომ გააყალბებენ, ეტყვიან რომ ნახეთ, ჩვენ ხო ადგილობრივ არჩევნებზე ავიღეთ 60%, ეხლა რა გინდა ჩვენგან? მომავალ წელს საპარლამენტო, ანუ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი მოსახლეობა რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, დღეიდან იწყებენ მათი დაშინება. ერთ-ერთი კბილეულის მაღაზიაში შემოვიდა იმის საგრებულოს წევრის შვილი და 17 წლის ბავშვის ცემა იმის გამო, რომ ეს ბავშვი ვერ საუბრობდა ქართულად. არასრულწლოვანი, რომელიც მარნეულის საგრებულოს მაღალჩინოსნის შვილმა სცემა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის სახლიდან ვერ გამოდის. დედა ამბობს, რომ მის შვილთან 2 დღეა მუქარის ზარები არ წყდება. ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ მამუკა გიგანის წინააღმდეგ სასამართლოზე რამე სიტყვის, პრობლემები შეექმნება. მე მაგას მოყვა კიდევ ის, რომ მარჯვენშვილზეც მოხდა იგივე ამბავი, მსგავსი ამბავი, რომ ეს საშაორმოში შემოვიდა კაცი და იარაღი ამოიღო, რომ იმის გამო ეგეც რომ რადო არ იცია სახელმწიფო ენა. ზოგადად ეს თემა ძალიან ისეთია, რა ვიცი, აი აბსოლუტურად, აი რაც უნდა დაგვემართოს რა. ყველაფერზე წერენ ენა რატო არ იცი. ანუ მოვკვდი რაღაცა სახლი დამენგრა, რა ვიცი, აი რაღაცა რა ვიცი. ყველაზე უპედური მე ვარ ქვეყანაში, საუბრობ და მაინც წერენ რომ აუ ენა რატო არ იციო. აი დავუშვათ გაბალი ახლა დაიდბორა, გაბალის ვიდეო გადავიღეთ, ხო? 70 წლის ქალის ის იყო, საუბრობს რომ რაღაც ჩემი სახლი დაიდბორა, დავგარგე ის რაღაც ფქვილი mkhonda, შაქარი mkhonda, ეს ყველაფერი განადგურდაო. Əkinin batdı. Qlyonkalarım cırıldı. Aranjerlərim batdı. Hamısı batdı. Xiyar getdi, loyva getdi da indi hamısı göz qabağındadır. წერენ რომ აუ შენო რატო ენა რატო არ იციო, შვილებს რატო არ ასწავლიო, რატო ათხოვებო 13 წელს ბავშვსო შენიო და ამ ქალის იმას შვილებს ვიცნობ. ერთი ძალიან ნიჭიერი გოგოა, თესეევში სწავლობს ფსიქოლოგიაზე. მე მეხმარებოდა რაღაც საგანში რა, ესეთი ნიჭიერი გოგოა. მეორეც კიდევ წელს ჩააბარა. ეგეთი ამბავიც რო ხდება, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას ვერ ხედავ რა. იცი რომ ახლა საზოგადოებაც დაგაბრალებს ისედაც, ამ ძალადობასაც გაამართლებს. შეიძლება ეს კოცი არ მოსწონს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ იმითო გცემა რომ ენა არ იცი და შესაბამისად რაღაცა მართალია, მიზეზია. მე ეს რა ვიცი, გინდ ჯარიმა, გინდ ეს ზეწოლა, სუსის, შსს, გინდ სოციალური დახმარებით მოხსნით მუქარად. ეგან ჩემი სოფლიდან წერდა ერთი ბიჭი რომ მე მითხრეს რომ ისა დედა შენის პენსიას მოხსნითო, თუ ხმას აღარ მოგცემთო. ხო და ეს პენსიების თემაც ის არის. მე ძალიან ბევრგან მომისმენია ის რომ რახან თქვენ პენსიას ჩვენ ვუხდით, ესე იგი ჩვენ უნდა მოგცეთ ხმა, თორე მოგიხსნით პენსიას. მე კიდევ რო საუბრობენ თბილისი, საქართველოს ესეთ მრავალფერო, აი მაგის იქით ვერ ვუსმენ, აი წინადადებას ვერ დავასვენ, იმიტომ ვერ ვუსმენ, აი არ შემეძლია 26 მაისის იმას გამოსვლას ვუყურებდი ქოცების და აბსოლუტურად მაგაზე ქონდა აწყობილი სპიჩები მრავალფეროვნება.
ეს სტადიონი და მოვედით ლელოს ოფისში. სალამ ალეიქი. خوش کردی. آگیل برده ادم. نو آگیلی ისეთია იცნობს მარნეულ სიტუაციას შესაბამისად. ანუ წინა არჩევნები ვიცით ნახევარი ქვეყანამ დაგცინა, რადგან მოგვაცხადა რომ აი თქვენ აზერები და სომხები აქტიურები ხართ გაღალბებაში იღებთ მონაწილეობას და თქვენ გამოძავაგეთ, ანუ ეგეთი ისინი სულ ისმის. ხო და ხვალაც იგივე გამეურდება? მინდა გითხრათ რომ მარტო ეს ჩვენთან არ მოხდა, რასაც ახლა ზოგიერთი სხვა რაიონებშიც იყო ეგეთი შედეგები, მაგრამ აქ ტოტალურად იყო ეს გაღალბების პროცედურა. რაც შეეხება მე შაშანაც ხვდებოდი მოსახლეობას, წელსაც ხვდებოდი ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ყოველი წელი და ყოველი დღე იზრდება და იზრდება ამ ხელისუფლების წინააღმდეგობის რაოდენობა. წელს თითქმის ძალიან ბევრი ადამიანს შევხვდეთ, რომელიც თითქმის ერთი სოფელში 10-15 ადამიანს ხედავ, როდესაც რომ აი ჩვენ ხელისუფლების მომხრეები ვართ. ეს ადამიანები არიან, ვინც გავშირები აქვს ამ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობს და ამ შემდეგ, მაგრამ რაც უკვე ხვალინდელ დღეზე, რა თქმა უნდა, ხვალინდელ დღე ძნელი იქნება ჩვენთვის ამ რეგიონში, მარტო ერთადერთი ოპოზიციური პარტია ჩვენ ვართ. მთავარი ამბავი ის არის, რომ ამ რეგიონში ადვილად ხდება მუქარა ჩვენი მოქალაქეებზე. დიდი ხნის პრობლემაა, რა თქმა უნდა, ახლა ადგილობრივების უმეტესობა ქართულ ენაზე ვერ საუბრობს, ინფორმაცია იმდენად არ აქვს, რამდენად სხვა რეგიონის ხალხს აქვს და ამ ყველაფერის გამო ხდება ადვილად მუქარა შანტაჟი ამ მომრჩეველებზე. ხო, ნუ აგილმა ისე შეაფასა სიტუაცია იმ წელსაც, რაც იყო ბოლნისი ბიჭზე ზეწოლა რომ moxda. Dünən Bolnisi Bələdiyyəsinin Merliyə namizədi ilə bağlı atılan o addımı sizlərə bizim tərəfimizdən çatdırmağını istəyirik. Və bildirmək istəyirəm ki, Güclü Gürcüstan Lelo siyasi koalisiyası tarixdə ilk dəfə olaraq Bolnisi munisipalitetindən Merliyə namizəd olaraq bir gənci, Azərbaycanlı bir gənci namizədliyini biz təqdim etdik. ეს იყო მუქარის, შანტაჟის და მოსხიტვის შედეგი, რაც შეეხება შემდეგისთვის უკვე ჩვენი გუნდში აღარ ყავს ესეთი ადამიანები, რომლებიც მერე გადაბარდებიან სხვა პარტიაში. ამის შანსი არ არის. აი, რავი, ახლა როგორც ვენდობი ჩემს, ისე ვენდობი იმ ადამიანებს, რომელს დღეს გვერდზე დგანან ჩვენთან ერთად ბრძოლაში არიან. დაპირება და რა ის დაპირება ის არის რომ შენ დაგასაქმებ რაღაცა იმაში, ეგეც ძალიან იშვიათად თუ ძალიან კარგად თუ იმუშავებ, სოციალური გაგრძელდება, ან სოციალურს გაგიგებენ, ან რამე დაფინანსებას თუ რაღაცა ჯერი დაგიზიან და იმის ტიკის შედეგად, ან დირექტორები დაუშვათ ხარ მოვალეობის შემსრულებელი, გინდა რომ დირექტორი გახდე, ძალიან კარგად უნდა იმუშაო, სიებით, მარშრუტკებით ესე უნდა იწვალო და არის ზოგი ესეთია რომ ძვალობს წლები, აი ჩემი სკოლის დირექტორი, მოვალეობის შემსრულებელია, შაშან ნახე უბანთან თვალები გქონდა გაწითლებული. ანუ იმდენი ინერვიულა, იმდენი იშრომა უბანთან იყო. ეს კაცი ძლებია ვერ გახდა დირექტორი, ანუ შესაბამისი შედეგი ვერ დადო აშკარად. არ ვიცი, ძელს იმედია გაუმართლებს. ანუ 100% აიღო და მედი რა უნდა ქნას ახლა. ახლა უკვე ვართ ბოლნისში, უკვე დაღლილი ვარ.
აქ მახსოვს აქ გავადავლიეთ, როცა 100 კილომეტრიანი მარში რო იყო. მაშინ პირველ საღამოს აქ გავჩერდით. მანისიდან ბოლნისამდე მოვედით, სადღაც 40 კილომეტრი ვიარეთ ფეხით. 6 kilometre yox, 6 yeridirmi? 6 keçmişik. 6 keçmişik. 7 kilometr. Və hələ yaxşı. მეორე აქ რაც მახსენდება, ეს იყო 31 დეკემბერს, როცა ნახიდურში მოხდა ავარია. ორი ბიჭი ორი არასრულწლოვანს რო ემსხვერპლა. მაშინ ჩამოვედით. გუში როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეკდო, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციას და სასწრაფოს მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. მათ წესით ჩემი შვილისთვის უნდა მიეხედათ. იქნებ სასწრაფოს დროულად რომ მიეხედათ, ჩემი შვილისთვის გადარჩენილი იყო. მკვლელი მთვრალი იყო. ხო და 31-ში აქ რო ჩამოვედით პოლნისში, მაშინ იყო ხალხი შეგროვილი იმ წყოლის მხარდასაჭერად. და მათ შორის მრევლიც. მაშინიც გითხრეს, რომ ამ ბიჭის დასაცავად არიან. ამბობენ, რომ ნასვა მიიღო და იმიდან ბრუნდებოდა ახალი პრეზიდენტის ღონისძიებიდან და ამბობენ, რომ ახალი პრეზიდენტის ნათესავია. Deputat köhnə deputat qohumudur. Vəkili qohumudur. Hakim qohum çıxdı, arxalı çıxdı, hamısının kimisə arxası var deyə. Hamının balasını öldürməlidirlərmi? Nəyə görə bu cür ədalətsiz oldu? Pulla əlaqədardır. Yəni pulu olmayanı bu hökumətdə sözü keçmir. Pulu olmayan salmır bu hökumətdə. Ancaq sud otağına girərsən, hər yer ədalət tərəzidir. Ədalət tərəzisidir, hər yerə baxırsan. Budur hökumətin ədalət tərəzisi. Ეხლა დასრულდა ამ ბიჭის პროცესიც და 3 წელი მიუსაჯეს. ბოლნისი მარნეულთან შედარებით პატარა ქალაქია და უფრო სიჩუმეა აქ. ეს სოფლებშიც, ვინც ეხლა RMG-ში არის დასაქმებული, თავისთავად ქორწების მხარდამჭერია. ესე არის მიღებული, თორე მე კი არ ვამბობ მაგას. და თუ რამე გასაკეთებელია, RMG აგეთებს. ანუ სახელმწიფოს არც არ აინტერესებს RMG-ისთვის აქ ჩაბარებული ეს ხალხის ბედი და მისი ნება, რასაც გააკეთებს თუ არა და ისე იქნება ეს სოფლებით. და რა ვიცი, ფემისი თუ ქვია, ან თითქოს მოგებს გრძნობ ამ აზერბაიჯანის თემის წინაშე, ქალების წინაშე. ეხლა ძალიან შეზღუდულები ვართ, მაგრამ აი რითაც შემიძლია, ვცდილობ რომ დავეხმარო. ყოველ პერიოდში თვეებში იყო, რომ ერთ გოგო ქორწილის დღეს დამიგავშირდა. საქორწილო კაფით მოვიდა პოლიციაში, მე დავრეკე პოლიციაში ვერ რეკავდა. მე ჩემთან მოვიყვანეს სახლში. აქტივიზმი როცა დავიწყე ფემინიზმი, მაშინ პოლიცია რაღაცნაირად გვეხმარებოდა. ან იქ იყო რაღაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, იქ სახალხო დამცველი იყო, იქ ორგანიზაციები ძალიან ბევრი. თან ეს ქალთა თემა დღეს წესრიგშიც იყო და ესეთ პოლიციაც გვეთანამშრომლობდა. ეხლაც არ რეგიონში ზოგმა არც იცის ეხლა რა ხდება და ის არის, მაგიტომ რაღაცებში მეხმარებიან. ოღონდ სადამდე გრძელდება ისე ჩვენი კომუნიკაცია, სანამ ჩემს სახელს სადმე სოციმედიაში ჩაწერენ. მანამდე კარგად ვართ, რომ მიდივარ, მადლობას მიხდიან, რა კარგია, რომ თქვენ დარეგეთ. ესეთი ზარები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც აქტიურად ვებრძვით ამ მავნე პრაქტიკას ესე ისე. რაღაც ღავას მთავაზობენ. ესე, მე შენ რა ქვია თოზე ისე. აი, სახე როგორ ეცვლებათ. შენ აქციებზეც დადიხარ. იმ მარშზეც იქ. იმ დღესაც იქ ხარ, კი.
სახითი ვარ. ეს კაცი არის პოლონეთის ლელოს წარმომადგენელი. საკმაოდ გამოცდილი ბიჭია, ჩვენთან ის 100 კილომეტრიან მარშრუტიც იყო. Başqa tərəfdən də ən çox da bunu bu prosesdə iştirak edən elə hətta namizədlərin özünlə bərabər də şeylərdir, yerli icra orqanlarının nümayəndələridir. მაგაზეც საუბრობს იმაზე თუ რა ზეწოლა იყო ჩვენ ვიცით ფული შემოთავაზეს, დააშინეს და შესაბამისად გადავიდა. მაგრამ ჩვენ საგრებულოსთვის ვებრძვით ის ბიჭი ისევ იქნება სიაში, ეს მოხსნა არ მოხდებოდა. Keçən seçki nə tər olmuşdu burada prosent olaraq? Keçən seçkiyi vaxtı mən seçki kimi hesab eləmirəm. Çünki çox basa-basınan seçki oldu. Bir adamın 20-30 dəfə içəri girməsi, hətta onun qarşısını almaq istəyən insanları çölə çıxardıb başqa cürə təhdid edilmələr, bu kimi şeylər. Mən keçən seçkiləri seçki kimi qəbul eləmirəm və heç o nəticəsinə baxmaq istəmirəm. საგრებულოში მაგას ვეკითხები, რომ საგრებულში როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას? ის ამბობს, რომ ისედაც იმის ხელისუფლების მხრიდან უგულველყოფილია ეს ხალხი, ეს კომპანიები, RMG, ეს ტენდერები, დაუშვათ ტენდერში იღებს მონაწილეობას, რომელიც რაღაცა 100,000-ად აკეთებს საქმეს, იმას აძლევენ, ვინ 120,000-ად აკეთებს საქმეს, იმას აძლევენ, ოღონდაც თავიანთი იყოს. ხო და ჩვენ მაგებზე ვიმუშავებთ, ვისაუბრებთო, მაგაზე საუბრობს. ოქტომბერი მოვიდა 4 ოქტომბერი 8 საათზე გაიხსნა უბანი მარნეულში სიმშვიდე ჯერ არავინ სანამ კამერებია რა თქმა უნდა არაფერი არ მოხდებოდა სად იმალებიან სად არის ეს მარშრუტკები მარშრუტკებსაც ვეძებდით ყველა ცარიელი იყო მარშრუტკები მამანა დინანჯაში პასპორტი ეცინჯაჩა ეჯარი ჩიდაღალო ნუ ეხლა ესეთი ამბავი რო დაიჭირო რაღაცა მთელი დღე რამდენ ძალიან ბევრი ოპერატორთან ერთად უნდა იდგე მთელი დღე ერთი უბანში რომ დღის განმავლობაში რამე დააფიქსირო წარმომადგენელი ვარ პარტიის უბანზე. კომისიის წევრი ვარ და ჩემი გაშავება უნდათ. უბნიდან გადასატან ხუთს არ უნდა გაყვეო. ხო, ვითარება პარლამენტთანო. ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა დაწყებულა კენჭისყრის პროცედურა. ხო, 1 საათის წინ. გამარჯობა. თქვენ ასიები გაქვთ ქალბატონო? აი აქ ასიები გაქვთ. ყველა მიცის რომ აქ არაფერი არ უნდა ქნას, არ უნდა ჩაყაროს, იმიტომ რომ ხო ესე ხარ ბაზართან ხარ, მარნეულის ცენტრში ხარ, ყველას ყურადღების ცენტრში ხარ და ეგეთი ადგილებში ყოფნა რაღაცა არაფრის მომცემია. ძირითადად ხო მედიებიც მასე მუშაობენ, რაც ახლოს არის, რაც მარტივია, მაგას იგებენ.
ამის იქით რეგიონში რა ხდება, დმანისში რა ხდება, რა ვიცი, რომელიმე მარნეულ სოფელში რა ხდება, მანდ ვერ ვივლი ცუდი გზა, ეგეთი თემა ხდება. და მე არის მის ჩვენი ხმა, ნუ ზოგადად საქართველოს რეგიონების ხმა რო არის მის მედიებში, ეგ ვიცით. და უმცირესობების იმაში იქით რა ხდება, ამის იქით, აი მარნეულის იქით რა ხდება, არავინ არ იცის. და მე მაგითო არ უნდა გაგვირგვირდეს ეს გაუცხოება. ვიცი რა ვქნათ, ღიზი ლაჯოლოში წავიდეთ. და მე იქ ასათთან. ძირთადად აქ რასაც ამბობენ ის არის, რომ აქ მდიდრები ცხოვრობს, ბიზნესი რომლებსაც აქვთ და შესაბამისად ძალიან მარტივია ზეწოლა. ჯარიმის შიშით აი რო არ დამაჯარიმონ. რა ძლebია ვაგვერდები არჩევნებს. ერთი კაცია, მე უკან ქალები და ბოლო მომენტში, ანუ ეს კაცი მიდის ესე, მე უკან ხედება მოდიან თუ არა და ბოლო კარტან რო შედიან, ბოლო ჯერ ქალები მაინც ეკითხებიან. ის შემოვხაზო, ის ან ადრე უფრო მარტივი იყო ის. ეხლა უფრო რთულია ესე თან ხმა მაღლაც ხო არ შეუძლიათ თქმა. ნუ ადრე არ შეეძლოთ ეხლა რა ვინ აკონტროლებს მაგას. ესე ბოლო ჯერ ამოძმენ, მე შედიან, მე ზოგი ისე შეშინებული გადის. მე მგონი შემეშალა სხვა შემოვხაზე. კაი, ჩერდი არავის არ თქვა რაღაცა. ესე ლაგდება. ნუ აქაც მეთქი ამდენი მანქანა რატო არის შავები აკონტროლებენ სიტუაციას. რა ვიცი, ზოგი ფულს თავაზობს, ზოგი ზოგს აშინებს, ესე პროსტა სიები არ აქვთ. ჩაშან სიებიც ჰქონდათ ჩემ თემში. მაგრამ რა ვიცი, იქნებ ჯიბეში უტევს. ფულიც იქვე 50-იანები და 100-იანები, ესე მარტივად რო იყოს. მერეც არიელდებათ, ესე ამოწმებენ ხელით. ესე აკონტროლებენ რამდენი მაქვს, რო ვიცოდე. ანუ ადგილზე ხო ვერ დათვლიან ფულს ახლა ღიად. რო ხედავენ, რომ პროფესიად ცოტა, ეს შედიან სადღაც რავი ესე კოლცენტრები სადაც იყო, ან რო იციან. ან მანქანები მოდის, ის შავი მანქანები. მერი მოდის, ან შტაბის უფროსი მოდის და ესე მე იმას შვებენ, ახალ ფულებს იღებენ და მე უფრო თავდაჯერებულებია ჯიბეში რო გიდეს რაღაც 10,000 რაღაც თავდაჯერებული ხარ, აბა ვინ ხარ. შანშან ესეთ სიებით ისაქნეს რა იმუშავეს. ან როგორი დაუშვათ მოქალაქე მოდის, ეს ტიპები დგანან ახალგაზრდები და ამბობენ რომ იმას ვიზა, მოდი შენ ნომერს მოგიწებნიო. და ესე მარტივად რო შეხვალ არ დაიბნა რა, ნომერი გექნება და მარტივად მისცემ ხმალს. თურმე იქვეს თავაზობდნენ ფულს. ან მე კიდე მიხარო და მეთქი რა კაია ეს ახალგაზრდები მოხალისეობრივად ეხმარებიან ხალხს. ჩემი ფეივორიტ სოფელი კოლაგիր. ხო, მანდ უბანი თვითონ არის, აი სანახაობა არის უბანი. აი ოჩო. ოჩნად ტემპერატურა არ ვატყარացası. თან ესე რომ მოვდიოდი, ცოლ-ქმარი იყო. მიდიოდნენ. ამ ცოლს ეცვა ახალი დასაცმელი. სავარაუდოდ წინასწარ ემზადებოდნენ რომ არჩევნებს დასადმე, ანუ გავალთ და რამე ვიგიდოთ. და ეს გოგო ამბობდა სამივე შემოხაზო, მარი გაუბრაზდა, რატო შემოხაზე სამივე? არა, ეს უნდა სამივე შემოსახაზი იყო. არა, არ იყო შემოსახაზი. სხვა დროს რო არ ახსენდებათ ამ ქალებზე ზრუნვა, სწავლა, სკოლაში რო არ უშვებენ.
მერე არჩევნების დღეს სჭირდებათ მაგათ ის რომ შემოხაზოს სწორი ის რომ ან ფული აიღოს ან მაგაცთან თქვას რომ ჩვენი ოჯახი მთლიანად შენ მოგეცით ხმა. ეხლა ახსენდებათ რომ ხო ცოლი მყავს, დედა მყავს. მაგათი ხმაც სჭირდება. ნუ ეგ ძალიან მსგავსია იმასთანაც. სახელმწიფო პოლიტიკასთან სხვა დროს რო არ ახსენდებათ. Hazırda Kolayırın seçkiməni təqəsimdik. Deməli, bütün kənd burada olmasa da kəndin yarısı saçın macal versə göstərə biləcəm. Surfu görürsünüz. Samovar, burada da samovar qoyublar. Məntəqə. Quşin xatavdə TikTok-ს ვიდეო მეთქი ეს საქოლაგში ვართ ესე. ერთი წერს რომ მაგაში რა არის? სავარაუდოდ იქაურია, მაგაში რა არის ცუდიო, აღსაკალები არიანო, რა თქმა უნდა, ჩაი უნდა დალიონო. ის სირცხვილი ეს არის მარტო ჩაი იყო, სად აქვს ამას მურაბა, თხილეული. არა. Amanda ეზოში იყო ეს ბიჭიც იმის ლელოს მაჟორიტარი კანდიდატი საკრებულოს. მალე. ნათადი მალე. ხოდა ხალხიც როად იყო გაყოფილი. კოცები აქეთ, ის ლელოს ხალხი აქეთ. ამ დიდი საგვარეულო მაქვს. ხოდა შესაბამისად საგვარეულომ ამ საქმეში გამოადგა. Halbuki keçən ilə qədər həmişə hakimiyyəti dəstəkləmişdik. Ancaq bu il millət olaraq, davanlar olaraq qərara gəldik ki, buna dur demək lazımdır. Ეხლა ჩემის დიდი საგვარეულო იქ კოცებშიც მყავსო ხალხიო, ვინც მათთან არის ვითომდა, მაგრამ მე უნდა მომცეს ხმა. Axşam aksiya getmək planınız varmı yoxsa saxtakarlıq olsa çox başqa şeylər də ola bilər. Yəni açıq danışmıram, hər kəs başa düşür təxmini demək istədiyim. Saxtakarlıq edildiyi təqdirdə hər cürə şey də edəcəyik. სოფლიდან აიღო 175 ხმა. რაც კარგია, პირველი დაიღო იმის. Uğurlar, aba bir şey olsa hə, qəşəngdir. Bir şey olsa xəbər elə, yaxşı, mən xəttəyəm. Aha, bir şey olsa çalış çəkinə. Ayrı akıdan çağırdı, sopel qaçağanşı. რატომ ჩხობობ? რატო იგებ? გეკითხები, რატო შემოვიდივარ არჩევნებზე, უბანზე, Aldım. Çektin mi? Aynen. Ben pozitif. Ne oldu? Çektin mi? Mesaj götürsün. Çalıyor. Onda Ceren aynı onun açıp gözlüyorum ya. Gözleyecektin ama bu aynı onu verelim 400 mü? Əsət, haradasan sən? Qasımlıda. Biz burada bu mədəniyyət mərkəzinin yanındayıq. Sən məktəbdə verəsən, elə deyəmsəz? ეხლა მივიღე მე შეტყობინება რომ აქ ორი დამგურვებელი, ნუ პეიჯები აქვს, შესაბამისად დამგურვებელია ზეწოლას ახდენდნენ მოქალაქეებზე. ეს ბიჭი ვნახეთ ეს. აქ იყო გარეთ.
საარჩევნო პროცესი როგორ წინასაარჩევნო პროცესი გარკვეულ დარღვევებზე იყო საუბარი, პრობლემებზე იყო და აი ამაზეც როგორ მიდის საარჩევნო გარემო. Aha, siz kime ses verdi, neye ses verdi? Bir de bu pozuntular hakkında da der danıştı. Es kაცი არის ჩემი მეგობარი, მერობის კანდიდატი მარნეულის. მე ხმა მივეცი მარნეულის ჩვენი თემის განვითარებასო. ეს წინასაარჩევნო პერიოდია ძალიან დაწაბულია, დღესაც ძალიან დაწაბულ სიტუაციაში ვართ. სიცოცხლე მასალა მუდახრი ერევიან პირდაპირ ამ მომრჩევაზე ეწოლა სახდენენ ის წინა იმაში ჩვენ ნახეთ რომ ფსიქოლოგიურად და ანუ პარლობა იყო დარღვეული ჩანდა ის კაცი ზის კვერდით და უყურებს ვინ აძლევს ისე ჩახედავს ერევა კი ასევე ეწოლა არის თეგლარ მან სადიმდან პირველ რა başçəkdik biz sağ orduydu belə dolu kişilər dolub belə göz açdırmırlar da majal vermirlər. Yox, ora. Orayı görmədim, ora nə gündədir? ტრამპმა მიიწვია ამ შეხვედრაზე 198 ქვეყნის ლიდერი, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო, რომელიც არის გაეროსები. Bir ay qavağa eləməsən, onun hardasa elə həmin günə. Birdən ağrıdı. Bugün də ağrıdı sən namizəsən. შუა საუბარში მითხრა ისე მეგობრულად რა მე ხო ვიციო რაც მოხდება შანსი არ მაქვს მაგრამ მინდა რომ საგრებულოშიო რამდენიმე ადგილი დავიგავოთ რამდენი ადგილი დააგავეს ხალხს აინტერესებს ტრამპმა დაგირეკეთოს ერე მოვედით თბილისში, ჩემი თბილისი, ჩემი რუსთავი. ან ჩემი მშობლიური ადგილი. ბოლო წლები სულ იქ ვარ. კარგი სიტუაცია იყო თავიდან. ხო, სამზე კარგი ამინდი, კარგი ხალხი, ხმაური. Meriyotum ten elmi göz aldı. Hamidis დაბადების დღე იყო. მე თეონა მომცა შოკოლადები და მე ჰამიდს მივეცი იგივე შოკოლადები. მოусმინეთ ყველა. ძალიან ნელა დავიკითხო რომ ყველა მოასწროთ გაგებელ შინაარს. Bizdən qaygos tavari. Ha, axırıçdan. Gəldim. O birinin yanındadır ananın. Nedir? Ananın yanında. Nə bilirlər həmdə. Hə, anayı tanıyırlar. Ay, elə söyündüm Allah. Dünən mən getdimmi? Oğlan majala vermədi danışmağa. Qızı xəstəxanadan çıxardırdılar belə. Mən də getdim. Nə deyim, indi oğlan da yanında kəstirib durur. Nə bilim, bir iki kəlmə dedim, nəsə lazım olsa, mənə zəng eləsən, cavab. Nə nömrəni verə bildim, nə bir şey oğlan dedi, aralan sənin köməyinə ehtiyacın yoxdur, elədi, vardı, getdi. ეს ჩვენ ვერ წავაგებ. ეს ჩვენ უნდა უცებ მოვიგოთ. ეს ისეთი დღეა, ჩვენ უნდა გავიმართოთ. ეროვნული კრება აცხადებს შვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების შვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განთავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.
შუას გეგმავს წინასწარ არ მქონდეს ამის შესახებ. მინდის და შეის უბრალოდ. არაფერი სრულიად ბოლი იყო ეს ყველაფერი. ეს ბოლი აიღეს. რატო არის ეს ყველაფერი აბსურდი და აგრძელებ არაფერიც არ მინდა გავქრები ძალაოსად. საიქიაში. მართლა დავიღალე.